მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა UNEF-მა ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მეკარის მწვრთნელისა და ფეხბურთელის შილდოს ნომინანტები დაასახელა. რჩეულთა შორის სენტ-ეტიენის ქართველი ფეხბურთელი სურიკო დავითაშვილი მოხვდა. დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის შილდოზეა ნომინირებული. მისი კონკურენტები მარტინ ადელინი, ენსო ბარტელი, ბენტაინები და ჯოვანი ვერსინი არიან. ლიგა 1-ის ნომინაციებს რაც შეეხება, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის შილდოსთვის უსმან დემბელე, მეისონ გრინვუდი, ნუნუ მენდეში, ფლორიან ტიუანი და ვიტინია იბრძვიან. საუკეთესო მწვრთნელის შილდოზე ლუის ენრიკე, პაულო ფონესკა, ჟენზინიო, ოლივიე პანტალონი და პიერ საჟი არიან წარდგენილი. ცნობისთვის დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრა აქვს გამართული. ზურიკოს ანგარიშზე 13 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა. ქართულ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია სენტ-ეტიენს როდის დაუბრუნდება. ცნობილი ბრიტანული გამოცემა Team Talk-ი ლივერპულის მეკარეებზე, გიორგი მამარდაშვილზე და ალისონ ბეკერზე წერს. გამოცემის ცნობით მერსისაიდული კლუბის სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და როგორ მოგვარდება მომდევნო სეზონისთვის მეკარეების საკითხი, ჯერჯერობით გაურკვეველია. მეკარის საკითხი ენფილდზე სერიოზულ დილემად იქცა. როდესაც კლუბმა გამოიყენა ალისონთან კონტრაქტით გათვალისწინებული პუნქტი და ბრაზილიელი კიდევ ერთი სეზონით გაიფორმა, არსებობდა კონსენსუსი, რომ მომდევნო სეზონშიც უპირობო პირველი ნომერი ის იქნებოდა. თუმცა შემდეგ გაჩნდა იუვენტუსის ინტერესი. ბრაზილიელს ტურინში ხანგრძლივ კონტრაქტს თავაზობენ. ალისონი კი ამ წინადადებაზე ფიქრობს. ლივერპული ახლა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ შეუძლიათ ალისონი გაუშვან, მაგრამ ბოლომდე არც გიორგი მამარდაშვილს ენდობიან. მზად არის თუ არა ქართველი პირველი მეკარის როლისთვის, კლუბში შიშობენ რომ ის ჯერ ამისთვის მზად არაა. ჩვენი ინფორმაციით კლუბში ბევრი მიიჩნევს რომ კაუჰამინ კელეჰერის გაშვება შეცდომა იყო. ირლანდიელის დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ კლუბი მეკარის პოზიციის გაძლიერების სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. მეკარის საკითხი თავისით მოგვარდება. იმ შემთხვევაში თუ წითლები ალისონს არსად გაუშვებენ. თუმცა ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ Team Talk-ი წერდა რომ სატრანსფერო სამიზნეებად ლივერპულმა 4 მეკარე შეარჩია. ბარტ ვერბურგენი, ჯეიმს ტრაფორდი, რობინ რუპსი და დიეგო კოშტა. პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ პორტუგალიელი მეკარე მიიჩნევა. ბრიტანულმა გამოცემამ გიმვის სპორტსმა პარი სენ-ჟერმენისა და ბაიერნის მატჩის შემდგომ, რომელიც ფრანგებმა 5-4 მოიგეს, ოქროს ბურთის საკუთარი რეიტინგი განაახლა. ხუჩა კვარაცხელია ტოპ-5-ში პირველად შეიყვანეს და ქართველი გარემარბი მე-7 პოზიციას იკავებს. როდესაც მოედანზე გადის ხუჩა კვარაცხელია გულშემატკივრების მოხილვას ყოველთვის აღირხებს. ქართველი ჯადოქარი 1-1 თამაშის ნამდვილი ოსტატია და მეტოქე გუნდების განაპირა მცველებს შიშის ზარს სცემს. თუმცა ის მხოლოდ საოცარი დრიბლი 2 არ არის. კვარაცხელიას უკვე 25-ზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს და დიდი შანსია კვლავ გადამწყვეტი როლი შეასრულოს იმაში, რომ პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორედ მოიგოს. წერს ბრიტანული გამოცემა. ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ ლუის დიას, კილიან მბაპეს, უსმან დემბელეს, ლამინ იამალს, მაიკლ ოლისეს და ჰარი კეინს ჩამორჩება. გოალის რეიტინგში კვარა მე-11 პოზიციაზეა, თუმცა ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ ტოპ-20-ის განახლებაა მოსაოდნელი. ამ საკითხზე ფრანგული პრესა ლემეცი წერს და ამბობს, რომ კვარას პოზიცია არასწორია. ხშირად ისმის აზრი, რომ ხუჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის რეალური კანდიდატია და მისი მხოლოდ მე-10 ადგილი აშკარა უსამართლობაა. რადგან ამ სეზონში კვარამ განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა. PSG-მ მაისურით ხვიჩამ არაერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში ითამაშა გადამწყვეტი როლი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისი თამაში ლივერპულის, ჩელსისა და ბაიერნის წინააღმდეგ, სადაც თავისი ტექნიკით, დრიბლინგითა და საგოლე მოქმედებებით გუნდის ლიდერი გახდა. მედია და საფეხბურთო ექსპერტების აღნიშნავდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელია PSG-ს მთავარი ძალაა. ხუჩამ ამ სეზონშიც დაამტკიცა, რომ ის უბრალოდ ნიჭიერი ფეხბურთელი კი არა, მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მისი თამაში გამოირჩევა სისწრაფით,
ტექნიკით, მოედნის ხედვითა და თავდაჯერებულობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გავლენა როგორც საკლუბო, ისე ეროვნულ ფეხბურთში. ბევრ შეხვედრაში სწორედ კვარაცხელიას ინდივიდუალურმა მოქმედებებმა გადაწყვიტა შედეგი. გარდა სტატისტიკისა მნიშვნელოვანია ის ემოცია და ენერგია, რაც მას მოედანზე შეაქვს. დღეს ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაშის ბედის მარტო შეცვლა და გულშემატკივრების აღფრთოვანება. კვარაცხელია სწორედ ასეთ მოთამაშეს ჩამოყალიბდა. ამიტომ, როდესაც ასეთ ფეხბურთელი მხოლოდ მე-10 ადგილზე გადის, ბევრ გულშემატკივარს უჩნდება განცდა, რომ შეფასება ბოლომდე სამართლიანი არ იყო. შესაძლოა მომავალში ის უფრო მეტად დაფასდეს, მაგრამ უკვე დღესაც აშკარაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ოქროს ბურთის რეალურ კანდიდატად უნდა განიხილებოდეს. შეგახსენებთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პარი სენ-ჟერმენმა კომპანიის მიუნხენის ბაიერნი მიიღო და 5-4 დაამარცხა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნამდვილი სანახაობა იხილეს. ეს მატჩი გულშემატკივრების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ქართული ფეხბურთის კომაგებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მატჩში ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა. დუბლი შეასრულა. 1-0-ზე როცა ბაიერნი დიდ უპირატესობას ფლობდა, ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თამაში შეცვალა. 56 წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში პარი სენ-ჟერმენის სასარგებლოდ 4-2 გახდა. აქვე ვგეთყვით იმასაც, რომ საპასუხო მატჩი მიუნხენში 6 მაისს გაიმართება. ლა ლიგის 34 ტურში ვილიარეალმა ვალენსიურ დერბში ლევანტე 5-1 გაანადგურა. გიორგი მიქაუტაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-14 წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა. ვილიარეალმა ორიგინალურად გაათამაშა კუთხური, თუმცა ქართველი ფორვარდის დარტყმული ლევანტეს კარს მცირე მანძილი დასდა. ანგარიში 38 წუთზე სწორად მიქაუტაძემ გახსნა. ქართველმა ფორვარდმა მეტოქის მცველი შეცდომით ისარგებლა და ეფექტური დარტყმით ლევანტეს კარი აიღო. ეს მიქაუტაძისთვის ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-10 გოლია. მეორე ტაიმი ლევანტემ უფრო აქტიურად დაიწყო და ანგარიშიც გაათანაბრა. თავი კარლოს ესპიმ გამოიჩინა, თუმცა 68 წუთზე ვილიარეალის სწრაფ შეტევას მიქაუტაძეს მეორე გოლი მოჰყვა. 97 წუთზე ბუშანანმა მე-4 გოლი გაიტანა. 99-ზე კი ნიკოლა პეპემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სოფასკორმა ქართველი ფორვარდის თამაში 8.4 ქულით შეაფასა. მიქაუტაძის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 6 დარტყმა, 31 შეხება ბურთთან, 2 წარმატებული დრიბლინგი, 16-დან 12 ზუსტი პასი და 6-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა. 34 მატჩის შემდგომ ვილიარეალს 68 გოლა აქვს. მომდევნო მატჩს მიქაუტაძის გუნდი 10 მაისს სტუმრად მალიორკას წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოგებით ვილიარეალმა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაინახდა. გერმანიის ბუნდესლიგის 32 ტურში ბაიერნი შინ ჰაიდენჰამთან 0-2 მარცხდებოდა. გოლები ბუდუზიუზიუაძემ და ერენდინჩიმ გაიტანეს. თუმცა ლეონ გორეცკამ დუბლით ანგარიში გაათანაბრა. 44 და 57 წუთებზე შეაგდო. 76 წუთზე ბუდუზიუზიუაძემ დუბლი შეასრულა. სწრაფი კონტრშეტევა განავითარა და სარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში შეაგდო. მე-10 დამატებულ წუთზე მაიკლ ოლისეს დარტყმის შემდეგ რაიმას ავტოგოლი დაფიქსირდა. შეხვედრა ფრედ 3-3 დასრულდა. მატჩის შემდგომ ბუდუ პრესასთან ისაუბრა და საკუთარ მატჩზე კომენტარი გააკეთა. თუ მატჩის დაწყებამდე ვინმე მეტყოდა, რომ გერმანიის ჩემპიონებთან მატჩი ქულას ავიღებდით, ამას აუცილებლად დავთანხმდებოდით. ამიტომ კმაყოფილები ვართ, რომ დღეს ქულა დავიმსახურეთ. ნახოთ რა მოხდება ხვალ. 2 მატჩი დაგვჭა და ახლა ამაზე ვართ კონცენტრირებულები. არც ერთ შემთხვევაში არ დავნებდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება. დიახ, კვარას ვესაუბრე. მან რამდენიმე ხრიკი მასწავლა. საბედნიეროდ დღეს მეც 2 გოლი გავიტანე. შვენიერი დღე გამოვიდა, რადგან ბავშვობაში ასეთ დიდ გუნდებთან თამაშზე ვოცნებობდი. ბაიერნის კარში 2 გოლის გატანა დაუჯერებელია. მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზეა და ამ საღამოს მათთან ერთად დავნიშნავთ. გარდა ბუდუსა ქართველის მატჩზე გერმანელი გამოცემებით წერენ Sky Sports-ზე. როდესაც ბაიერნი მთელი ძალით უტევდა, ზიუზიუაძემ მორიგი დიდებული დარტყმით კვლავ გამოიჩინა თავი. თუმცა ჰაიდენჰამის მეკარის რაიამის ავტოგოლმა მიუხენელები მარცხისგან გვიან გადაარჩინა. შესვენებაზე განუხორციელებელი ვარსკვლავური ცვლილებების შემდეგ ბაიერნის ზეწოლა გაიზარდა და რამაიას კართან ვითარება უცებ დაიწყება. უთხურის შემდეგ გორეცკამ ბურთი კარში დაამატა. მალევე კი კიმიხმა დარტყმით ხარიხარს მოარტყა. ბაიერნს გაუმართლა. როდესაც ნოიერის შემსვლელმა იონასმა
დინგშის წინააღმდეგ ჰაიდენჰამის ერთ-ერთი იშვიათი კონტრატებისას უმაღლესი დონის სეივი შეასრულა, თუმცა ზივზივაძის ცხრიანში დარტყმულის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. საბოლოოდ მატჩის ბოლო აკორდზე ბაიერნმა წონასწორობა მაინც აღადგინა. ბუდუ ზივზივაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში ზედიზედ 4 მატჩი გაიტანა. ბაიერნთან მატჩამდე უნიონ ბერლინს, ფრაიბურგსა და ზანგწპაულს შეუგდო. მიმდინარე სეზონში 32 წლის ქართველმა ფორვარდმა 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ბუნდესლიგის 15 მატჩში 2 გოლი შეაგდო, ასე რომ ბუნდესლიგაში სულ მის აქტივში 8 გოლია. ბუნდესლიგაში ჰაიდენჰამმა 32 მატჩში 23 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზეა. მე-16 ადგილოს ან ზანგტ-პაულს 3 ქულით ჩამორჩება. თუ ჰაიდენჰამი მე-16 ადგილზე გავა, მეორე ბუნდესლიგის მე-3 ადგილოსანს დაუპირისპირდება და მასთან გამარჯვებით ელიტაში ადგილს შეინარჩუნებს. ბუდუს გუნდის მიზანი ახლა მხოლოდ ესაა. 33 ტურში ჰაიდენჰამი კიონს ესტუმრება, ბოლო ტურში მაინც მიიღებს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.